განცხადებებით 10, 12, 14, 15 წევრი არის ჩაწერილი შესაბამისად დაახლოებით 1 საათი პოლიტიკურ განცხადებებს დაჭირდება სავარაუდოდ ირაკლი კირცხალია, ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე. მოგესალმებით. დღეს სურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ კაფიო მაგალითს ეგრეთ წოდებული შეშფოთებების სერიიდან. მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოს და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. თუმცა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს. მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც თავარია ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს. რასაკვირველია, ზოგადად მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს, ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ თქვენს გავსად, ჩვენ შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვთ ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი. მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. ასევე გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატებული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გულითადად მოგიწოდებთ, დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და ჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეს დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. დასასრულ აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს
და მომავალშიც აუცილებლად გამოხატავს ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობთ ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე, დიმიტრი ხუნდაძე. გარედან თავისმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღისწესრიგის დამკვიდრებისთვის ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატების და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატორის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განსახორციელებლადაც უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს. მედია სტანდარტად ლანძღვის, შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიის და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. დებატების მოსმენის დროს ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა ტყუილი და მართალი მარტივად გაერჩია, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალი ოპოზიციისთვის დამღუპველია. შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციის მოსმენისა და ინფორმაციური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ქართულ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებით და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობაში შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირი უარი არავის გაკვირვებია. პირიქით, ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც თავად გააიგივეს თავი რადიკალებთან და თითქოს თანხმობა განაცხადეს დებატებზე, თუმცა ისეთ სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს. იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკრის მოლეკულასავით დედაპარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედია საშუალების შემოთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობის გამოთქმა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობის უკან წაღება ძალიან კარგი მაგალითია. პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს. მათი დასახელებული მიზეზები, რომ თითიდან გამოწვევილია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ, როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართათ დისკუსია. ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის. ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. მათი ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოებაში დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატების და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცეოდნენ. ამიტომაც ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უგრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში, დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. თუმცა მოდით გამჭვირვალობის კანონის განხილვა გავიხსენოთ. პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ შინაარსის განხილვაში შესვლა ქართული ოცნებისთვის იქნებოდა სასარგებლო. მეტიც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა მათ წინააღმდეგ გაგორებული ბულინგის კამპანიის და ზეწოლის ფონზე დისკუსიაზე უარი ათქმევინეს. ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან,
სიმართლე სად არის? ისიც იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდა თუ არ უნდათ საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურის ნაცვლად უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ. მადლობა. მოგოთ შალვა კერესელიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ინჯია. სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტალური ვალდებულება უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსეული საცხოვრისი პირობები. შექმნა სოციალური თანასწორობის პრინციპები და მოახდინოს სოციალური სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია. საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ გეკითხათ, ხსენებული ყველა ვალდებულება იდეალურად სრულდებოდა და უფრო მეტიც, სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებით ბევრ წამყვან ევროპულ სახელმწიფოზე წინაც კი ვიყავით. მაგრამ რეალურად ხალხის გასაგებ ენაზე ვერავინ ვერ ხსნიდა, რას ნიშნავდა მყარდებოდეს ეროვნული ვალუტა და კატასტროფულად ძვირდებოდეს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები. იზრდებოდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილები, მაგრამ ამავე დროს უმუშევრობის და სიძულჭირის გამო ქვეყნიდან გარბოდნენ შენი მოქალაქეები და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული ყავდეს 708,000 ღატაკი ოჯახი, რომელიც საერთო მოსახლეობის 26%-ს შეადგენს. ბუნებრივია ისმის კითხვა, რა აძვირებს ფასებს სასურსათო მოხმარების პროდუქტებზე. როგორ ჩდება 87 და 85%-იანი მარჟები. ნუ თუ არავინ არ გამოჩნდა ბაზარზე ახალი ბიზნეს ოპერატორები, ვინც 50% ან კიდევ უფრო ნაკლებ ფასნამატით გამოთქვავდნენ სურვილს გაეგრძელებინათ ოპერირება. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და ვერ ხდება, იმიტომ რომ საქართველოს სასურსათო ბაზარი მონოპოლიზირებულია, რომელიც შერწყმულია სისტემურ კორუფციასთან და მხოლოდ კლანის წარმომადგენლებს აქვთ უფლება ექსკლუზიურად შემოიტანონ პროდუქტები და ხელოვნურად დააწესონ მაღალი ფასები. ფასების რეგულირება საბოტაჟის საუბრით, კომისიების შექმნით, ძალისმიერი მეთოდებით და ასე შემდეგ სრულიად მოკლებულია ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ასეთმა უხეშმა ჩარევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ზამბარის პრინციპი, რომელიც გულისხმობს ფასების ერთჯერადად შემცირებას, ხოლო შემდეგ კი მის მკვეთრად გაზრდას, ინვესტიციების შემცირებას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ასე შემდეგ. ხსენებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების შექმნით ერთ თვეში და ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. ჩვენ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია სწრაფი ეფექტის მიღებით საზოგადოებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციის წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მწყვილთუნარიანობის გაუმჯობესება. პირველი, ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი 1000 ლარის ოდენობით. ამ ცვლილებით 350,000-ზე მეტ ადამიანს გაეზრდება შემოსავალი. რეალურად ეს არის გზა, შრომელი ადამიანის მდგომარეობა ცირედით მაინც გავაუმჯობესოთ. და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ფრაქციამ უკვე დააინიცირა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდაზე. მეორე, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მოსაპარე ფული ყოველთვის არსებობს, მაგრამ პენსიების გასაზრდელი ფული კი არა. სწორედ ამიტომ განხორციელდეს ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის საბაზისო პენსიის ზრდა 200 ლარის ოდენობით. მოხდეს სოციალური შემწეობის, მესამე, მოხდეს სოციალური შემწეობის ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად, რათა დახმარება სრულიად არ შეჭამოს ფასების ზრდა. მეოთხე, სამართლიანი გადასახადების შემოღებით მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირება, სადაც დაბალშემოსავლიან მოსახლეობისთვის
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იქნება 12%. საშუალო შემოსავლიანისთვის 20, ხოლო მაღალშემოსავლიანისთვის კი 25. ეს გახლავთ სოციალური სამართლიანობის პრინციპი. დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უნდა დაუტოვოთ მეტი ფული, ხოლო მაღალშემოსავლიანმა მოსახლეობამ, მათ შორის ხელისუფლების მილიონერმა ჩინოვნიკებმა მეტი პასუხისგებლობა უნდა აიღონ ქვეყნის სოციალურ უზრუნველყოფაზე. და ბოლოს, ჩვენ მზად ვართ ამ ცვლილების დასაწყებად, ასევე მზად ვართ ჩავერთოთ კონკურენციის გაჯანსაღების რეალურ პროცესებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა, გამართული ანტიმონოპოლისტური საქმიანობა, ინფლაციის შეჩერება, ეროვნული ვალუტის გამყარება, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, სწორი სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ასე შემდეგ. ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური ცვლილებები და არა მორიგი ბიარ კამპანია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. მადლობა. კოლეგებო, სადამ შემდეგ გამოსვლაზე გადავართ, ჩვენთან სტუმრად არიან თბილისის 155 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მივესალმოთ. მადლობა ინტერესისთვის. ალბათ დიმიტრი ხუნდაძე, ილია ინჯია, რატი იონათამიშვილი. მოგესალმებით კოლეგებო. დაიწყო საგასამხლო სესია. სიახლეები ბევრია, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი. კარგია რომ ამარეულ სოფლიოში საქართველოს მშვიდობას ინარჩუნებს და ამავე დროს ეკონომიკურადაც ძლიერდება. მშვიდობის შენარჩუნებაში ხუთი რევოლუციისა და არებულობის თავიდან აცილება ხალხის ძალამ უდიდესი ენერგიით შეძლო. თუმცა ამაზე ცოტა ვინმე თუ საუბრობს დღეს. დიახ, სწორედ ხალხის ძალამ თქვა მეტი სიმართლე და ამ სიმართლით საზოგადოებამ გაიგო თუ რა საფრთხის წინაშე დგებოდა ჩვენი სამშობლო და თავად ხალხი. ეს იყო მსხვილად დაფინანსებული აგენტურის მიერ დაგეგმილი სასიცოცხლო სახიფათო თამაში, რომელსაც წინ ხალხის ძალა გადაეღობა. პარალელურად ხელისუფლებამ პროცესი სწორად მართა, მაგრამ ცუდია რომ ის ოპონირების გარეშეა დარჩენილი, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესწავლები თან მატულობს და ხალხის ძალის მეტი სიმართლის აუცილებლობა კვლავ დგება. ეს ასევე დასტურდება პრემიერის შემოთავაზებითაც, რომ ოპონირებისთვის დებატები აუცილებელია. როგორც ჩანს, მეტი სიმართლის საჭიროება მანაც დაინახა, მაგრამ მინდა ღიად ვთქვა, რომ ჩვენი სიმართლე ხშირ შემთხვევაში იქნება მწარეც. რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობდით ნაკლები საჯაროობით გუნდის შიგნით გვესაუბრა, რამაც თანდათან აზრი დაკარგა. პოლიტიკაში ღიაობა ინსტრუმენტია, რასაც ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ. იქნება ღია მხარდაჭერაც, იქნება ღია კრიტიკაც. ნახევარი სიმართლე არ ივარგებს. საგარეო ველზეც მეტი ყურადღებაა საჭირო. დიდი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომი შემდგომ ფაზაში გადავა და მასშტაბი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სავარაუდოდ ალბათ ის რუსეთ-ევროპის ღია საომარ დაპირისპირებად ჩამოყალიბდება. ევროპისაგან თავად ამერიკის შეერთებული შტატების დისტანციით, ამიტომ ჩვენს დროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ საფრთხეს. ირანის საკითხი კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ვითარებას, რადგან შესაძლო კონფლიქტი მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხს კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, მაგრამ პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა. ზოგი შეურაცხყოფილის დარჩა, ზოგი აღარც არის. დღეს ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველ წუთიერად ელოდება. უფრო მეტიც ასეთი ხალხი ზოგჯერ პოლიტიკურ თანამდებობასაც კი იკავებენ. მათი რისპაქტორი ზოგჯერ პირადი დასრულებით ინიღბება. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასოდეს არ მოაქვთ. ამ ხრივ შეცდომები ნახეთ წარსულშიც და ამ ხრივ შეცდომებს უყურებთ დღესაც. რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ. ახლად არჩეულ საკრებულებს და მერებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ და მათი მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს. მათ ენდო ხალხი და უნდა ვენდობოდეთ ჩვენც. თუმცა თუ გამოსწორებელ შესწავლას დაუშვებენ, არჩეულების გადარჩევის მექანიზმებიც არსებობს. რეგიონებში საქმეები იწელება და ფერხდება. კარგია რომ მთავრობამ
კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და სამწუხარო შედეგებით სახეზე გვაქვს. სწორი საკადრო პოლიტიკა ამ რისკებსაც ვფიქრობ ყველაზე უკეთ დააზღვევს. მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ჭარბი შიშით გადაწყვეტილების მიღებაზე თქვან უარი. ყველა საკითხს ერთ განცხადებაში საუბარი რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველო ბევრი და მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ზოგი მათგანი სასიცოცხლო საფრთხეც. სწორედ ამიტომ საჭიროა სიფრთხილეც, საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაც, საჭიროა კრიტიკაც, რასაც მხარდაჭერასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობაც მოყვება ჩვენგან. მადლობთ. ილია ინჯია, რატი იონათამიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე. მოგესალმებით. პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატავ მხარდაჭერას ყველა იმ რეფორმასთან და ინიციატივასთან მიმართებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფასების დარეგულირება და ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურ მდგომარეობასთან ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ ბევრი რამე ჩვენთვის იქნება ნათელი ამ პროცესის მიმდინარეობისას და დარწმუნებული ვარ ის ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება ალბათ საბანკო სისტემასაც და საპროცენტო განაკვეთსაც. მაგრამ ეს ხვალინდელი დღეა და ამ დეტალებს კიდევ უფრო ნათელს გახდის კომისიის მუშაობა. გამოდივარ ინიციატივით, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გაადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანეს სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის. ხვალინდელი ჩვენი მუშაობა მოკლე ვადაში უნდა დავამთავროთ, რომ ჩქარა შეუდგეთ ფასების კლებას, მაგრამ ეს არაფრით არ უნდა აისახოს პროდუქტების ხარისხზე. ეს აუცილებლად ხაზგასასმელია და საყურადღებოა. ეს არის დღევანდელი ჩვენი მუშაობა. დღეს შეიქმნება კომისია და წარმატება მინდა უსურვო ყველა კომისიის წევრს და ყველა ჩართულ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში. მადლობა. მადლობთ. რატი იონათამიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ხვედელიანი. მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებულ საგაზაფხულო სესიას კოლეგებო. მოგეხსენებათ 26 იანვარს გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში გაიმართა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ანგარიში და პირველ რიგში მე მინდა მადლობა უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ დისკუსიაში და ნამდვილად ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება თვითონ დისკუსიას, აქაც ნათლად გამოჩნდა, რომ შესაძაც შენ ზურგს გიმაგრებს სამართლიანი მყარი და ობიექტური არგუმენტები, შენ ყოველთვის გაქვს უპირატესობა და კრიტიკულად განწყობილი ხარე ამ შემთხვევაში ნამდვილად იჩაგრება. ის აქ ასევე კარგად გამოჩნდა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც არიან თავისუფალნი გარს მოხვეული დღის წესრიგისგან დადებითად აფასებდნენ ჩვენს ქვეყანაში იმ პროგრესს, რომელიც არაერთი მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის თავსაზრისით გვაქვს. კერძოდ ეს იქნება საკუთრების უფლება, შეზღუდული შეაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ეს იქნება ქალთა და ბავშვთა უფლებები, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების სამთავრობო სტრატეგია თუ სხვა. ხოლო ის ეგრეთ წოდებული კრიტიკული ქვეყნები მათ მოუწიათ მოესმინათ არგუმენტირებული პასუხები ჩვენგან, რასაც სხვათა შორის კონტრპასუხები მათი მხრიდან შემდეგ აღარ მოჰყოლია. კერძოდ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დავისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ამავდროულად აქვს და არის ასახული საერთაშორისო ობიექტურ ინდექსებში. იქნება ეს კორუფციისგან თავისუფალი შეფასება, კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა თუ სხვა და ამავდროულად ის ცალკეული ქვეყნები, რომლებმაც სადეს, რომ ისევ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი გაემეორებინათ, მათ მოუწიათ
მოისმინათ კიდევ ერთხელ სტრასბურგის სასამართლოს იმ 100-ზე მეტი ვერდიქტის შესახებ, რომელსაც გასამართლებული ყავს ნაციონალური მოძრაობა და ამ ვერდიქტებში თქვენს კარგად იცით, რომ არის საუბარი უმძიმეს და სისტემურ დანაშაულებზე, მათ შორის ადამიანის წამებასა და სასტიკმო პრობაზე, სიცოცხლის უფლების მოსპობის კონკრეტულ ფაქტებზე, სახელმწიფო რეკეტზე და სხვათა შორის ამ ადამიანებს ჩვენ ვურჩიეთ, რომ კარგად წაეკითხათ საქართველოს დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელმაც ფაქტობრივად შეაჯამა სტრასბურგის სასამართლოს 100-ზე მეტი ვერდიქტი, რომელიც გამოტანილი არის ნაციონალური მოძრაობის მიმართ. და ამ ანგარიშის გაცნობის შემდეგ საინტერესო არის ისინი ისევ დასვავენ თუ არა ამ კითხვებს. რაც შეეხება თვითონ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება UPR-ის ფარგლებში გამოთქმული, მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ჩვენ როგორც წესი ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაში ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხმედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო. ვინაიდან, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ შესაძლებლობის დროს ჩვენ პირველ რიგში ვუსმენ და ვიზიარებ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნების ბიუროკრატების მოსაზრებებს. მადლობა. ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ხვედელიანი, ლადო ბოჟაძე. მოგესალმებით კოლეგებო, გილოცავთ საგაზაფხულო სესიის დაწყებას და ნაყოფიერ საქმიანობას გისურვებთ. მე მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ჩვენს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს სეულში, რომელიც წინა კვირას გაიმართა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებით. პირველ რიგში მინდა საზოგადოებას გავახსენო ის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც კორეის ეროვნულ ასამბლეაში მოხდა შარშან სექტემბერში, როდესაც ერთ-ერთმა დეპუტატმა მიიღო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სეპარატისტული ხელისუფლების კულტურის მინისტრი. და რა თქმა უნდა ჩვენ ამის თაობაზე გქონდა სერიოზული პროტესტი, თუმცა ამ შეხვედრებზე, რომელიც კორეის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა ჩვენი ვიზიტის დროს, მინდა აღვნიშნო, რომ კორეულმა მხარემ თვითონ ჩვენი შეხსენების გარეშე თვითონვე ისაუბრა ამ ინციდენტზე, აღნიშნა, რომ ის კონკრეტული დეპუტატი იყო შეცდომაში შეყვანილი, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხვდებოდა და რომ ეს იყო სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი. შესაბამისად, მათ თითოეულ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ იქ გავმართეთ, ბოდიში მოიხადეს, განაცხადეს, რომ ასეთი რამ მეორედ, რა თქმა უნდა, აღარ განმეორდება და რომ ისინი პატივსცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია, რომ კორეის რესპუბლიკამ შარშანდლიდან დაიწყო საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერა გაეროში და ჩვენ მივიღეთ ასევე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ წელსაც ეს პოლიტიკა გაგრძელდება და ისინი დაუჭერენ მხარს საქართველოს მიერ შემოტანილ რეზოლუციას და ასევე კმაყოფილებით აღინიშნა ის მზარდი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, აქ აღსანიშნავია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები ყოვლისმომცლელ ეკონომიკურ პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს თავისთავად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც. ახლა მიმდინარეობს მუშაობა უბრალოდ იურიდიული ტერმინების დახვეწაზე და უახლოეს მომავალში ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საშუალებას მიცემს ქართულ და კორეულ ბიზნესებს, რომ უფრო მეტად ივაჭრონ ერთმანეთთან და შესაბამისად უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ ამ ვაჭრობიდან. საუბარი ასევე გქონდა
საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლებზე შესაბამისად აქაც არის მზაობა მოგესალმებით კორეა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ტექნოლოგიების მიმართულებით ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა და ეს პირდაპირ ჯდება რა თქმა უნდა იმ სტრატეგიაში რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული აზიის მიმართულებით განსაკუთრებით ცენტრალური აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით. კორეასთან ასე ვთქვათ ურთიერთობების გაღრმავებამ ასევე გამახსენა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან უკანასკნელ ორ თვეში და ჩვენი საზოგადოება ამას კარგად აკვირდება, თვითმფრინავზე ჯდება პეკინის აეროპორტში და არ დარჩა არც ერთი ლიდერი დიდი ქვეყნისა, რომელიც არ ჩასულიყო ჩინეთში და მათთან არ მოეწერათ ხელი ან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, ან თუ უკვე აქვთ ეს შეთანხმებები 10-ზე და 10 და 15 სხვადასხვა ტიპის შეთანხმებას. და ამან გამახსენა მე ასევე ის ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, არათუ გაგვაკრიტიკეს ამის გამო ზოგიერთმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა თუ კონგრესის წარმომადგენელმა, არამედ ოფიციალური განცხადებებიც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის რეზოლუციებშიც, საპარლამენტო რეზოლუციებში ჩაიწერა დაგმობა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. და ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ირლანდიის, ესპანეთის, ესტონეთის, გერმანიის, აი ეს ყველა ქვეყანა, რომელიც მე ჩამოთვალე, უკანასკნელ 2 თვის განმავლობაში, იანვარში და დეკემბერში იმყოფებოდნენ ჩინეთში უმაღლესი დონის ვიზიტებით. და აი მათ, ასე ვთქვათ, საკმაოდ მეგობრული შეხვედრები გამართეს, როგორც ისინი თვითონ ამბობდნენ, ამ შემთხვევაში ვციტირებ ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან. არის ასეთი ცნობილი ფრაზა, თქვენ ყველა მიცით, რომ რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. და ეს არის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ორმაგი სტანდარტის ყველაზე კარგად დასადასტურებელი ფრაზა ალბათ. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ იყოთ ხარის პოზაში და მდგომარეობაში და ჩვენ არავის, რა თქმა უნდა, არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები შეგვაცვლევინოს, იმიტომ რომ გვამუნათებენ ან რაღაც სინდისზე და ნამუსზე გვაგდებენ იმ შემთხვევებში, როდესაც თვითონვე აღრმავებენ ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა, ჩვენ არ მეგობრობთ არც ერთ სახელმწიფოსთან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მეგობრობთ სახელმწიფოებთან ჩვენი ინტერესების გასატარებლად. დიდი მადლობა. მადლობთ. თამარ ხვედელიანი, ლადო ბოჟაძე, მარიამ ლაშხი. მოგესალმებით. განათლება ქვეყნის განვითარების ხერხემალია და მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი. გზაზე, რომელმაც ქვეყანა განვითარებისკენ უნდა წაიყვანოს. მეწყრული ლოდებივით აღმოჩნდით თქვენ, ოცნების წევრები, რომლებიც გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ ახლა საბოლოოდ ძირს უთხრით, აუქმებთ და ანგრევთ იმას, რის შენებასაც მოუნდა ივანე ჯავახიშვილი წინა საუკუნის დასაწყისიდან. თქვენ მოახერხეთ და მოიფიქრეთ ყველაზე არაეროვნული გადაწყვეტილება განათლების სისტემისთვის. უფრო მეტიც, დაუჯერებელი შემოქმედებითობა და ერთგვარი ნიჭი აჩვენეთ ყველაზე არალოგიკური, მავნე და სულელური ინიციატივების მოფიქრებაში და თან არ გცხვენიათ ხმამაღლა ამტკიცოთ თითქოს ცვლილებებს განათლების ხარისხის გაზრდისთვის აკეთებთ. ეს ნაჩქარები გაუანალიზებელი, არასწორი და არაკომპეტენტურად შეთითხნილი კანონპროექტები, რომ წელგამართულებმა და თავაწეულებმა დაჯღაბნეთ და არ მოგერიდათ ასეთი სამარცხვინო ინიციატივების შემოტანა საქართველოს პარლამენტში ადასტურებს, რამხელა პრობლემაა, როცა მოსახლეობის ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების ბერკეტები განათლების
მტერი იმდენად უგუნური ადამიანების ხელშია, როგორიც გარდაც მსგავს კანონებს ვერავინ მოიფიქრებდა და მიემხრობოდა. საქართველოში განათლების სისტემას და განათლების ხარისხს ნამდვილად აქვს არსებითად ძალიან მძიმე გამოწვევები. როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე, ოღონდ თქვენ ამ მძიმე გამოწვევების მოგვარების ნაცვლად განათლების სისტემის ნაჯახით დაჩახვა განიზრახეთ. თქვენს ეგრეთ წოდებულ რეფორმას აქვს სამი მიზანი. კორუფცია და დღემდე სახელმწიფო უნივერსიტეტების მფლობელობაში მყოფი ქონების, მათ შორის მიწების და შენობების მიტაცება. და თუ ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა დაქცალდათ, აუცილებლად ვნახავთ ამ ტერიტორიაზე ოცნების საპატიო თავმჯდომარის გარემოცვასთან, ან უშუალოდ აქ მყოფი ოჯახების წევრებთან თუ რომელიმე არაბულ კომპანიასთან დაკავშირებულ დეველოპერულ პროექტებს. რეფორმის და ხელშეწყობის ნაცვლად საუკუნოვანი სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბოლომდე მოსპობა არის მეორე მიზანი და მისი ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის 4-5 წლის ასაკის ქუთაისის ტექნოლოგიური საერთაშორისო უნივერსიტეტით. აკადემიური თავისუფლების ფორმალურ დონეზეც გაუქმება და პირველი ქართული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი საუკუნოვანი ტრადიციის მოშლა, როდესაც ამ უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება ყოველთვის მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც კი უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ფლაგმანი, სააზროვნო კერის და ეროვნული მიზნების დასაცავად, სამოქალაქო წინააღმდეგობის ცენტრის ფუნქციის შესრულებას. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროინდელმა ციხეების უფროსმა, თქვენმა განათლების მინისტრმა, ბატონმა მიქანაძემ თავისი განცხადებით გააუქმა ორი უდიდესი ისტორიის მატარებელი უნივერსიტეტი. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ პროგრამებზე, ხარისხის კომპონენტებზე, მენეჯმენტზე, მაგრამ ვერავინ იკამათებს ამ ორი უმაღლესი სასწავლებლის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ჩვენი იდენტობისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ისტორიისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ათასობით პროფესიონალის აღზრდის საკითხებში. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აღზარდა ადამიანები, რომელთა ხელით აშენდა და განვითარდა ჩვენი ქვეყანა. ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, გეოლოგები, არქიტექტორები, ტექნოლოგები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი გვაჩუქა მეცნიერები, იურისტები, მასწავლებლები, მკვლევარები, სახელმწიფო მოღვაწეები და კერძო სექტორის ლიდერები. და რაც მთავარია, ეს ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ხალხის საკუთრება, სადაც სასწავლებლად მოხვედრა და საკუთარი ნიჭის განვითარება, მაღალი აკადემიური თავისუფლების გარემოში მოხვედრით დაუბრკოლებლად შეეძლოთ ყველაზე ღარიბი სოციალური ფენიდან გამოსულ ახალგაზრდებსაც. ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წარუშლელი ლაქა თქვენს ცხოვრებაში. და ბოლოს, ქართულმა ოცნებამ მმართველობის მე-14 წელს ნაციონალური მოძრაობის ციხეების უფროსის ხელით აღმართა მახვილი ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაზე. მადლობა. ლადო ბოჟაძე, მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, ყველას გილოცავ საგაზაფხულო სესიის გახსნას, წარმატებულ სამუშაო პერიოდს გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და პარლამენტის როლი ამ რეფორმების განხორციელებაში უნდა იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მით უმეტეს როცა საუბრობთ განათლების რეფორმაზე. ვიდრე განათლების რეფორმას შევეხები, მინდა დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მზაობა ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, იქნება საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო პარტია, ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის დებატები არის მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება მიცოდეს პოლიტიკური პარტიების ხედვა ყველა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები ბევრია, ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს და რა თქმა უნდა ასევე ჩვენ ჩავერთვებით ფასების რეგულაციის წინა მიმართულებით შექმნილ კომისიის მუშაობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მუშაობამაც გარკვეული წვლილი შეიტანოს იმისათვის, რომ ეს იქნება აპრილის ბოლო თუ მაისის დასაწყისი საზოგადოებმა მოქალაქეებმა უკვე იგრძნონ შეღავათის
საკუთარ ჯიბეზე, როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტების და ასევე საწვავის მიმართულებით. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოში შეეხება ყველა ოჯახს, თორე ყველა ოჯახში არსებობს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესის ასაკის ბავშვები, ამიტომ ეს რეფორმა მნიშვნელოვანია, რომ წაერთმართოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, მოხდეს უფრო მეტი ინფორმირება იმ რეფორმაზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. მინდა დავიწყო სკოლამდელი აღზრდით. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სასკოლო ასაკი განისაზღვროს 6 წლით და განისაზღვროს და ჩაიკეტოს 15 სექტემბრით და ყველა მოსწავლემის 15 სექტემბერს იქნება 6 წლის, ხოლო მათ კონდეთ უფლება გახდნენ პირველ კლასელები. ეს არის ძალიან სწორი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გარკვეულ მშობლებს უნებრივია ექნებათ სურვილი, რომ მათმა შვილმა უფრო ადრე დაიწყოს სწავლა, თუმცა ბავშვი ფსიქიკიდან, მისი ასაკიდან, სოციოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე დამერწმუნეთ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მინდა ვთხოვო ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს 8000-მდე ბავშვის კიდევ ერთი წლით დარჩენას ბაღებში. ნაწილი იცით თქვენ, რომ მშობლების არ სარგებლოდა ამ პრივილეგიით და მაინც ტოვებდნენ თავიანთ შვილებს დამატებით კიდევ ერთი წელი ბაღებში, თუმცა მომავალი სასწავლო წელი მინდა სად შეხვდეს ყველა მუნიციპალიტეტი და შესაძლოა ყველა მუნიციპალიტეტს არ კონდეს საშუალება კვების თუ სხვა მიმართულებით გაუწიოს შესაბამისი მომსახურება ჩვენს აღსაზრდელებს და მინდა რომ ხელისუფლება ესეც გაითვალისწინოს, რომ ყველა ბაღების სააგენტო, ყველა მუნიციპალიტეტში მომავალ სასწავლო წელს ამ პრობლემის მოგვარებისთვის შეხვდეს მზად. ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო განათლების რეფორმა და აქაც უკვე ითქვა, რომ ქვეყანა გადადის 11 წლიან სწავლებაზე. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება და ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მხარდაჭერა ექნება ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ დარჩება 12 კლასი, მე-12 კლასი და ვისაც ექნება სურვილი გაიაროს მე-12 კლასი და 12 კლასის დასრულების შემდგომ გააგრძელოს სწავლა და ჩაირიცხოს ევროპულ უნივერსიტეტებში, ეს მათი არჩევანი იქნება, ისევე როგორც ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომ 11 კლასის დამთავრების შემთხვევაში ისინი შეძლებენ ჩააბარონ საქართველოს უნივერსიტეტებში და მე გაცვლითი პროგრამებით მიუხედავად იმისა, რომ მათ ექნება 11 კლასის ატესტატი, შეძლებენ გააგრძელონ სწავლა ნებისმიერ უნივერსიტეტში. და პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია, რომ 100-მდე სკოლა არის უკვე ჩართული ერთობლივ პროგრამებში, გულისხმობ პროფესიული და საშუალო განათლების პროგრამები და ეს რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ერთის მხრივ გაიზარდოს პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა, თუმცა სკოლებში იყოს საშუალება ერთდროულად როგორც საშუალო განათლების, ასევე პროფესიული განათლების მიღების. ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება და მინდა რომ ამასაც ყურადღება მივაქციოთ და უმაღლესი განათლების რეფორმა თქვენ თავად აღიარებთ, რომ 2028 წელი იქნება გამორჩეული წელი. იგულისხმება ის, რომ უკვე ფაქტობრივად ორი თაობა ერთდროულად დაამთავრეს 2028 წელს სწავლას და ამისათვის ყველა უმაღლესი მადლობა თავმჯდომარე. მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ აბიტურიენტების გაორმაგებული რაოდენობა მიიღოს და ამისათვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის უფასო სწავლების ნაწილში ამ წელს განსაკუთრებულად იქნება ხარჯები გაზრდილი და ყველაზე მთავარია, აქ უკვე ითქვა თსეუს და სეტეუს გაერთიანებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ უკვე გამართა შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დღეს ასევე იგეგმება შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. აქაც მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უნივერსიტეტის, არც აკადემიური, არც ადმინისტრაციული პერსონალის ინტერესები არ იყოს დარღვეული, ბოლომდე იყოს ყველა მათი ინტერესი გათვალისწინებული, ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტი, ვინც ახლა სწავლობს, კონდეს განცდა იმისა, რომ დაასრულებს იმავე უნივერსიტეტში, თუ ამის სურვილი ექნება, რომელშიც ჩააბარა და მთავარი ჩვენ ასევე წელს უკვე გვეგმოთ კონკრეტულ პროფესიებზე, სპეციალობებზე მილევად რეჟიმში გადასვლას და აქაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვინც ახლა სწავლობს, უკვე დაასრულოს ეს პროფესიები და ახლაც წელს უკვე აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება ფართო არჩევანი იმისათვის, რომ თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში გაუგდება კონკრეტული სპეციალობა, სხვა უნივერსიტეტებში წელსვე კონდეთ არჩევანის საშუალება. მადლობა. მადლობთ. მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი, გიორგი შარაშიძე. დღეს ჩვენ საუბრობთ ქართველი ერის მომავალზე, განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი.
ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს, ვინაიდან ის პოლიტიკური ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწყვეტილებას მომავლისათვის, მომავალი თაობისა და სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებები არის საფუძველი ჩვენი ყველა ამ რეფორმის. დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში. მინდა რამდენიმე ელემენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მანიპულაციისა და ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის საკითხად იქცა. პირველი შეეხება სასკოლო ასაკს. ჩვენ ვახსენეთ და ზოგადად ჩანაწერი დღევანდელი რედაქციით არსებობს და განსაზღვრულია სასკოლო ასაკი, ეს არის 6 წელი. მოგეხსენებათ 2022-23 წლის სასწავლო წლიდან მოხდა გამონაკლისის დაშვება და მშობლებს ეძლეოდათ უფლება, რომ ნებაყოფლობით გადაწყვეტილება მიეღოთ ბავშვის ადრე, ანუ 5 წლის ასაკში სკოლის გაშვებაზე და ჩამკეტი იყო 31 დეკემბერი. ამ 2-3 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს მოკვლევის, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 წლამდე ბავშვები ხშირად 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში უვლინდებათ სერიოზული პრობლემები, როგორიც არის დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია, ფსიქიკური სტრესი. პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქოემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც 6 წლის ასაკში ვითარდება. მხოლოდ ამ სასწავლო წელს 8500-მდე მშობელმა ისარგებლა ამ გამონაკლისით, თუმცა სასწავლო წლის დაწყების პირველივე კვირიდან იწყებოდა მომართვიანობა ისევ უკან ბაღში დაბრუნებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ქვეყანაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი საბავშვო ბაღი და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მოხდა ამ საბავშვო ბაღების უფასოზე გადასვლა და მას შორის იმ კვებით უზრუნველყოფა, რაც დღეს მაღალი სტანდარტით არის დაცული ბაღებში. მათ შორის არსებობს 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლებში და უზრუნველყოფილია ბავშვის ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომ 6 წლის ასაკი იყოს მიღებული, ეს არის პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებისაგან გამომდინარე. ახლა რაც შეეხება 11 წლიან სისტემას და უფასო განათლებას, ჩვენი მოდელის შესაბამისად, ბოლონიის პროცესთან თავსებადობით 12 კლასი იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში იქნება უფასო. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების იმისათვის, რომ თანაბარი შესაძლებლობები შეგვექმნა ყველა ქართველი ახალგაზრდასთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სოციალური კომპონენტიც, მათ შორის მიზნობრივ ჯგუფებისათვის, მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფილია ფორმა და ამ ფორმას უსაწყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს. ტელეფონების გამოუყენებლობა უზრუნველყოფს ფოკუსირებას სწავლაზე, ხოლო თანამედროვე სახელმძღვანელოების განვითარება უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ შეთვისებას. ახლა რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას და იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას, რასაც მათ შორის ჩვენი კოლეგებისაგანაც ვისმენთ, თუმცა სამწუხაროა, რომ მათ შორის განათლების კომიტეტის წევრებისაგანაც არ მოგვისმენია ალტერნატივა და ხედვა და არც საგნობრივი განხილვა არ მოყოლია ამას. ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ეს არის გაერთიანება და არა გაუქმება. ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო, ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიები, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თსეუს უნიკალური არქივები. მსოფლიო მიდის ინტერდისციპლინარულობისაკენ და მინდა გავახსენო პარის საკლეს და არაერთი მათ შორის ფინეთის საუკეთესო მაგალითები, როდესაც მაგალითად ფინეთმა 3 უნივერსიტეტი გაერთიანა და ამით 100-ში შეიყვანა ფინეთის უნივერსიტეტი. დღეს ჩვენ საუბრობთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგებში. მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ ჰარვარდი, ოქსფორდი, რა თქმა უნდა, ჩვენმა უდიდესმა ისტორიის მქონე უნივერსიტეტებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ჰარვარდზე და კემბრიჯზე მეტი წვლილი შეიტანეს ჩვენი ერის ფორმირებაში. ამის უგულებელყოფა არ არის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ეფექტიანობას განსაზღვრავს
სოფლიო რეიტინგი, რომელშიც სამწუხაროდ, რომლის 400-ელშიც კი არ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამ რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იქნება, რომ საერთაშორისო რეიტინგებში დავიმკვიდროთ თავი. რაც შეეხება ქონების საკითხზე манипуляციას, ეს ქონება არის სტუდენტების და სტუდენტებს ვერ რჩება. კი არ ვასხვისებთ, ჩვენ მას სტუდენტებს ვუბრუნებთ გაფართოებული შესაძლებლობებით, გაძლიერებული სამუშაო სივრცეებითა და გაორმაგებული რესურსებით. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და გზა ძლიერი, განათლებული და თავისუფალი საქართველოს და ძლიერი ეკონომიკური და განათლებული ერის ფორმირებაში. დიდი მადლობა და ჩემ კოლეგებს მოუწოდებ მხარდაჭერისათვის. მადლობთ ლევან მახაშვილი, გიორგი შარაშიძე, გიორგი ჩაკვეტაძე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. ციტირებ მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ეს არის ჩანაწერი იმ უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ზუსტად 4 წლის წინ ამავე დარბაზში მიიღო. მაშინ არც ერთმა აქ ჩვენ ამავე დარბაზში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა არც ერთმა მათგანმა ამ რეზოლუციას ხარი არ დაუჭირა და უფრო მეტიც მას რუსული რეზოლუცია უწოდეს. არადა ამ რეზოლუციის ერთადერთი მიზანი იყო 21 საუკუნის ყველაზე სისხლიანი ომის არ დაშვება. იმიტომ რომ ხელის გულზე იდო ის ტრაგედია და ის ზიანი რაც უკრაინას და არა მხოლოდ უკრაინელებს მიადგებოდათ. და ვინ აღმოჩნდა მაშინ მართალი? გავიდა 4 წელი და აი ამ დებულებებს 1 წელია ამერიკის პრეზიდენტი დაჟინებით იმეორებს ყოველდღიურად. გავიდა 4 წელი და თითოეული ეს დებულება, რომელიც ამ რეზოლუციაში ეწერა, სიტყვით ახდა რეალობად იქცა. გავიდა 4 წელი და ხო გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულმა პასუხისგებლიანმა პოლიტიკამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ნაკუწებად დაშლას. და სად არის ეს ხალხი? ვინც მაშინ ამას ხელი არ მოაწერა. სად არიან დღეს რო უკრაინელი ბავშვები -20 გრადუს ყინვაში იყინებიან? სად არიან ეს ადამიანები? სად არიან ისინი, ვინც მაშინ ამ ომს აქეზებდა და დანარჩენ, ვინცაც ომის დაშვება არ უნდა და იმათ რუსებად რო ნათლავდა? დღეს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, მეგობარს, ოჯახის წევრს აქვს ერთი კითხვა: რა გველის სამომავლოდ? დღეს ხედავთ, რომ ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკა, ყველა ქვეყანა თავის პოლიტიკას ატარებს, რო კითხო ზოგი რუსეთს უფრთხის, ზოგი ჩინეთს უფრთხის, ზოგი ამერიკას, ზოგი ვის. ზოგმა საერთოდ გადაწყვიტა საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით ჩვენ შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, ზოგი საერთოდ ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკება და ხალხის სახელით გვაყრის თვალში ნაცარს. რაც თავარია დიდ ძალებს შორის დაპირისპირებამ დღეს შექმნა სრულიად ახალი რეალობა, სადაც თითოეული ქვეყანა თავის პოლიტიკას აყენებს წინა ხაზზე და უპირველეს ყოვლისა. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ ეწოდება ერთ შემთხვევაში ამას პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების დაცვა და როცა მიუღებელია მეორე შემთხვევაში დასავლური კურსიდან გადახვევა? დღეს რა თქმა უნდა ეს გეოპოლიტიკური პროცესები ყველა ფლანგზე მიმდინარეობს, შეიძლება ბევრი კითხვა არსებობდეს, ზოგ კითხვებზე თამამად შეგვიძლია პასუხის გაცემა, ზოგ კითხვაზე შეიძლება ნაკლებად ვიცოდეთ რაღაცეები, მაგრამ თავარია ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით, ანუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. და თავის დროზე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით რა იყო ჩვენი ეროვნული ინტერესები და ქონდა პასუხისგებლიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, აი ამანაგვარი და ყველაზე მძიმე სცენარებს. და დღეს ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს, ვინც არ უნდა რაღაც აბსურდული, უშინაარსო რეზოლუციები მიიღოს, ჩვენ თავარია რომ გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება. აი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ გადალახავს და სწორედ ასე შევძლებთ ერთობით სამშვიდობოს გასვლას. მადლობა. მადლობთ. გიორგი შარაშიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, არჩილ ბერიძე. მოგესალმებით. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი ბევრს ოცნების რომელი დეპუტატისთვის უფრო მეპასუხა ბატონი კირცხალიასთვის, რომელიც ძალიან შეშფოთებულია შვედეთის ეკონომიკური პრობლემებით, სოციალური სიდუხჭირით და დემოკრატიული უკუსულით, თუ მაგალითად ქალბატონი წილოსანისთვის, რომელიც დებატებზე საუბრობდა, უბრალოდ იმისთვის, ვინც მას ეს ტექსტი დაუწერა და საბოლოო ჯამში გადავწყვიტე ისევ
ქალბატონ წილოსანს უპასუხო. და დავეთანხმო ერთ რამეში, სხვათა შორის, ისიც რომ არ იფიქროთ, რომ ყველაფერში გეწინააღმდეგებით, რომ დებატების კულტურა ნამდვილად ისაუბრობდა რადიკალურმა ძალებმაო განაპირობებს, რომ დებატები არ არის საქართველოშიო და კი ბატონო, ნამდვილად დავეთანხმები, კი ბატონო, ნუ ვიკამათებთ იმაზე ხა თავად ნინო წილოსანს თუ მას ვინც მას ეს ტექსტი დაუწერა, რომ დებატები ნამდვილად იყო რადიკალური ძალის მიერ შეწყვეტილი ამ ქვეყანაში. მაგრამ ამავე დროს დავაზუსტოთ, ვინ არის ეს რადიკალური ძალა. ეს რადიკალური ძალა არის ქართული ოცნება პირველ რიგში, რომელმაც დიახ 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველანაირ დებატზე თქვა უარი. და ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საკუთარი ტელევიზიების ეთერებიდან ესაუბრება საქართველოს მოსახლეობას. ბატონო ბოიკოტზე არ საუბრობ, ბოიკოტზე მაშინ ვისაუბროთ, როცა ამის დრო მოვა. დებატები ამ ქვეყანაში გააუქმეთ თქვენ და ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ. თქვენ როგორც რადიკალურმა ძალამ და რატომ ხართ რადიკალური, ამასაც შეგახსენებთ თქვენი რადიკალური ქმედებებით, როგორ ძალადობთ ადამიანებზე და როგორ ცდილობთ თქვენს მიერ მიტაცებული ძალაუფლებით საერთოდ გააუქმოთ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ხა რაც შეეხება თავად დებატებს, მინდა გითხრათ შემდეგი რა. როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, გულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგთავაზა. როდესაც ოცნება ადგა და საკუთარ სატელიტურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზა არა პოლიტიკური დებატი, არამედ ერთგვარი ბრეინშტორმინგი რაღაც იდეებზე, რომელიც რა თქმა უნდა თქვენ დიდი წარმატებით შეგეძლოთ თქვენს პარტიულ ტელევიზიაში, ოფისში უпростоრეთ მოგეწყოთ. ამიტომაც ქონდა სხვათა შორის ყურებადობა ისტორიულად ალბათ ყველაზე დაბალი და ეს უნდა გაფიქრებდეთ ალბათ რაღაცებზე სხვათა შორის 500 ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში, ციფრულ მაუწყებლობას გულისხმობ რა თქმა უნდა და მალევე როდესაც ეს დებატები დამთავრდა, ამავე ტელევიზიის ერთ-ერთ რეალიტი შოუს 10,000-ობით ადამიანი უყურებდა. ეს 500 ადამიანიც ვინ იყო, ისიც საკითხავია, ალბათ ისევ თქვენი პარტიული აქტივი. სავარაუდოდ, ჩვენ რომ ყოფილიყავით, გაცილებით, კი ბატონო, ამაშიც გეთახმებით, ხო ხედავთ რამდენი ამაში გეთახმებით. ჩვენ თუ ჩვენი მონაწილეობით დებატი გაინტერესებთ, მაშინ ერთ რამეს გაგახსენებთ. ბატონი გიორგი გახარიას ქალბატონი თია წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ. რამდენმა 1000-მა და 10,000-ობით ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს. ისიც ნახეთ და მე მიხვდებით როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. იმიტომ რომ ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენსავე მოედანზე გიორგი გახარიამ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე და სწორედ ამ პირწმინდა წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული მის მიმართ გაუგებარი მიზეზებით და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აგეძრათ. სხვათა შორის და თუ რეალური დებატების გამბედაობა გააქვთ, ახლაც გიწევთ, კიდევ ერთხელ გიწევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ. ოღონდ არა იმ ფარში, რომელიც შემოგთავაზეთ, არამედ ერთ-ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს. და სიმართლე არის ის, რომ თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული იყო, ან მოღალატე იყო, ან ქურდი იყო. და თუ რამეს ღალატი შეიძლება დაერქვას, ეს არის საკუთარი ხალხისთვის ფულის მოპარვა. ერთადერთი რამე, რაც შეიძლება ღალატად შეფასდეს. და ასე რომ სხვის ღალატზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ იმაზე, რატომ ხართ ანტიეროვნული, ანტიევროპული და კორუმპირებული რეჟიმი. და ამას რეალური დებატის დროს გაიგებს საქართველოს მოქალაქე. და რეალური დებატი სხვანაირია. როდესაც არა სატელიტური, არამედ რეალური ოპოზიციონერები მონაწილეობენ ამ დებატში. და ეს არ არის ფარსი, ეს არ არის სიმულაცია, კიდევ მეორე პანელური დისკუსია, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ასე რომ მიიღეთ ჩვენი გამოწვევა, თუ რა თქმა უნდა გაქვთ იმის გამბედაობა, რომ რეალურ დებატებში ერთ-ერთზე მიიღოთ ჩვენთან ერთად მოსულიყავით გუშინ რა თავის სამართლებად გაიხადეთ საქმე. ამდენი დრო დახარჯეთ. გიორგი ჩაკვეტაძე, არჩილ ბერეძე. მადლობა, მოგესალმებით. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ჩვენ ვაგრძელებთ იმ საკითხებზე მუშაობას, რაც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ. ჩემი დღევანდელი
გამოსვლა მინდა დავუთმო ორ მიმართულებას განათლების რეფორმასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმის მსგავსად ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფციაც დაამტკიცა. იდენტიფიცირებულია 8 ძირითადი გამოწვევა და შემოთავაზებულია თითოეული მათგანის გადაჭრის გზები. სასკოლო რეფორმის სისტემა 11 წლიან სწავლებაზე გადავა და მე-12 კლასი არჩევითი იქნება. პირველ კლასში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სასკოლო ფორმის ტარება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება. სრულად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები და სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის მას ისევ უფასოდ დაარიგებს, კერძო სკოლების შემთხვევაში კი მას კონკრეტული კონტინგენტი მიიღებს. საგაკვეთილო პროცესის მობილურების გამოყენება შეიზღუდება და დადგინდება სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესით. ახალ წლამდე ჩვენ მივიღეთ საუნივერსიტეტო რეფორმის პირველი პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, ინერგება 3+1+1 მოდელი, შევთანხმდით პრინციპზე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, სწავლება და კვლევები ერთმანეთთან ინტეგრირდება. ქართული ოცნება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ეს შეძლო. დღეს კი განვიხილავთ რეფორმის მეორე პაკეტს, რომლითაც შემოდის წამყვანი პროფესორის სტატუსი, იხვეწება სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცედურები. სასწავლებლებს შეეძლებათ კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. გაუმჯობესდება ასევე სამეცნიერო და კვლევითი სიმძლავრეები. მე ქალბატონი ტატას ადგილას ბოდიშით დავიწყებდი. ან მოუწოდებდი მაინც მათი გუნდის ლიდერს, რომ მაინც გაქცეულია და წიგნი დაწეროს, როგორ გავაუქმე პოლიციის აკადემია. მიწერეთ, შეეხმიანეთ, შეიძლება უყურებს კიდეც და გამოსცეს ეს წიგნი, როგორ გააუქმა პოლიციის აკადემია და მაშინ იცით ვინ იყო პოლიციის აკადემიის რექტორი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ამ აკადემიის განვითარებისთვის. ეს იყო ბატონი გივი მიქანაძე, რომელსაც თვალსა და ხელშვა გამოაცალა საკუთარმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პოლიციის აკადემია. ასე რომ ასე თამამად თქვენ ადგილას არ ვისაუბრებდი. ბატონ გიორგის კი ბოლოს ის დააგდა, ალბათ თეთრი ხელთათმანი უნდა ესროლა ჩვენთვის, გამოგვიწვია ფაქტობრივად დუელში, არასერიოზულია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე ზედმეტი პასუხის გაცემა. თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანი კი ორივე მათგანის სიმძლავრის გაზრდა, დახვეწა და სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებზე მორგებაა. გვაქვს ვალდებულება ავამაღლოთ განათლების ხარისხი და ის საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. სწორედ გაერთიანების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პროფესორ-მასწავლებლებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნება. პირობას ვაძლევ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად და ყველა აქტორის ჩართულობით. რაც შეეხება გამჭვირვალობას, თითქოს ეს თემა ჩვენმა მიღებულმა კანონებმა სრულად დაარეგულირა, მაგრამ ხო ის აოცრებაო, მარტა კოსი თურმე შავ ხვრელებს ეძებს ქართულ კანონმდებლობაში. ამ დროს კი ეკა გიგაური ესტონეთში დანგრეულ შენობაში ქირაობს ოფისს. სანქციების გვერდის ავლას ჩვენ გვაბრალებდნენ და თვითონ ცდილობენ თურმე საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლას. ქალბატონო მარტა, ჯერ ერთი ევროკომისარმა ეს როგორ უნდა თქვათ და მერე მეორე, დიდი ბოდიში, მაგრამ უცხოური რესურსების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. პროვინციალიზმი და კოლონიალიზმი ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა წარსულს ჩააბარა. სწორედ ამას გულისხმობს ეს კანონმდებლობას. დიდი მადლობა. მადლობთ. ქალბატონ თეა, თქვენ სურთ გამოსვლა? მაშინ არჩილ ბერიძე, შემდეგ თეა წულუკიანი და შემდეგ ლევან მაჭავარია. მოგესალმებით, ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, თუ რამ გადაარჩინა საქართველო, რა მოგვიყვანა დღემდე. როგორ გაუძლო ამ პატარა ერმა საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქარტეხილს, შემოტევას, ომსა და ზეწოლას. როგორ მოახერხა საქართველომ, რომ 21 საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან გაქრა მრავალი დიდი თუ პატარა სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში, ჩვენს დედა ეკლესიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა და აერთიანებს ქართველ ერს. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი ქართველი ხალხის თანადგომით
ყველაზე მძიმე პერიოდში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელება ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი ახორციელებს. მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას უმძიმესი გეოპოლიტიკური რყევების წინაშე, როდესაც საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად გაუქმებულია, როდესაც დემოკრატიის იდეა ჩანაცვლებულია ძალის პრინციპით, ვისაც მეტი ძალა აქვს, ის წყვეტს ყველაფერს, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ყველაზე მთავარი, შეინარჩუნა მშვიდობა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან, რომელთაც სურდათ საქართველო ჩართულიყო ომში. ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად ძვირი შეიძლებოდა დაჯდომოდა ჩვენს ქვეყანას ერთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი. დღეს კიდევ უფრო ნათელია, თუ როგორი დამანგრეველი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნას და სხვა მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ როგორ გაწირეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. და ამ დროს, როდესაც სოფლიო ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანას ტერიტორიული ანექსიით ემუქრება, ჩვენთან რადიკალური ძალები ქვეყნის შიგნით და მათი დამკვეთები ქვეყნის გარედან კვლავ აქტიურად ცდილობენ რამენაირად შემოიტანონ დესტაბილიზაცია, ქაოსი, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და საქართველოს დაუნდობელი გეოპოლიტიკური დაპირისპირების თანამონაწილედ აქციონ. ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოს, რომელსაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება შიდა ერთიანობა და პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ყავს ეროვნული ხელისუფლება, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველოს დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის. ომის ნაცვლად ინვესტიციები, ქაოსის ნაცვლად სტაბილურობა, ნგრევის ნაცვლად განვითარება. დღეს საქართველოს ირჩევს მშვიდობას, ეს არის სიძლიერე და არა სისუსტე. დღეს საქართველოს ირჩევს განვითარებას, ეს არის გონიერება და არა შიში. დღეს საქართველოს ირჩევს საკუთარ ინტერესს და არა სხვის დაკვეთას. დღეს საქართველოს ირჩევს სიცოცხლეს და არა მსხვერპლად შეწირვას. დღეს ქვეყანაში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიციები. მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა კორუფციისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. აქტიურ ეტაპზეა განათლების რეფორმა. მუდმივად იზრდება ხელფასები, იხვეწება და ძლიერდება სოციალური პოლიტიკა. დაწყებულია საკვე პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავებზე ფასების რეგულირების აქტიური ეტაპი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ვახორციელებთ მუდმივი თავდასხმების ფონზე. ჯერა, რომ ჩვენი სწორი თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძლებთ საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილის ისტორიული რონის დაბრუნებას და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. ჯერა, რომ ეს პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამწყინების დასაწყისი, ძლიერი, თანამედროვე, მშვიდობიანი საქართველოსი, ისეთი როგორიც არასდროს ყოფილა. დიდი მადლობა. მადლობა. თეა ცულუკიანი, ლევან მაჭავარიანი და ამის შემდეგ ვიწყებთ კანონპროექტების განხილვას. მოგესალმებით და ბოდიშს ვიხდით, თუ კი დროს გაკარგინებთ. აქ ბატონმა გიორგი შერვაშიძემ თუ შარაშიძემ ბოდიშს ვიხდი ბრძანა, რომ ჩვენო დებატებში, იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ ქალბატონ ცულუკიანთან დებატშიო საგამოძიებო კომისიის ხდომაზეო გახარიაო გამარჯვებული გამოვიდაო და ჩვენო თქვენ უკვე დაგამარცხეთო. თუ სწორად გავიგონე, ასე თქვა. ბატონო თავმჯდომარე, მე არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა, რომ ბატონი გახარია სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა როგორც იქნა. თუმცა არ აპირებდა თავიდან მოსვლას, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, მაგრამ როცა გადაწყვიტა მოსვლა, მოითხოვა ჩვენგან, რომ ის თუ მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანხლებით. როდესაც მე მივიღე როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანს აქვს შიში თუ შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ამსეთ შემთხვევაში მე ბატონი გიორგის ადგილას ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაცა ტიპის უხორცობასა და უშიშრობაზე.
შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, არ ვიცი ეს გითხარით თუ არა, უნდა მეთქვა ალბათ და მგონია რომ გითხარით, მაგრამ სხვა კოლეგებმა არიციან, ქვევით იყო შედგა საუბარი ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. აქაც ცოტა კითხვის ნიშანი მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. იმიტომ რომ ახლა ცნობილია და მით უმეტეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრებისთვის უნდა იყოს თუ არ არის ცნობილი რომ მე არ მაქვს ჩემ თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებით და ასე ვთქვათ არ ვისვრი. ასევე არიან იყვნენ კომისიის წევრებიც. ხო, ამიტომ ბატონო გიორგი, ჩემ გვარს სანამ ახსენებთ, ეს ვერ იქნება ხოლმე უფასო ხსენება და ამიტომ საუბრობ, ეხლა მე ვერ ხედავ კარგად რამდენი დრო დამრჩა, 2 წუთი კი დამრჩენია. ესე იგი, ეს იყო პირველი. ჩვენ ეს დებატი მე და ბატონმა გახარიამ, რომელსაც მე ძიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ. მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე იმდენი პოლიტიკა კი ვისწავლე და მესმის, რომ ეს მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა. ეს ერთი. კომისიამ დაადგინა და თქვენი პარტიის თქვენზე უფრო მეტად გამოცდილმა და გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს ჩვენგან დასკვნები და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით, გაეცანით, პირდაპირ წერია იმ დასკვნაში, რომ ბატონმა გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელსაც დღეს ოკუპანტის სახელმწიფო რუსეთი აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებით, დასკვნაში წერია, წაიკითხეთ. ამიტომ დებატი ვინ ვის მოუგო, მაშინ ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას ასევე იყო ერთი დიდი ვაივიში უშველებელი, მოვიდეს, არ მოვიდეს, ბოლოს მოვიდა. ოღონდ ბატონმა მისმა თანაშემწემ გითხრა, რომ მგონი 5 თუ 6 კაცი მოყვებოდა. ეხლა მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაცა მიდგომების თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ჭხუბი გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება, 1 კაცით საკმარისია რომ ძირს დამცეს. ამიტომ რატო ვისთან საჩხუბრად მოდიოდა არ ვიცი. ამიტომ ბოლოს იმდენი ვქენით დებატის შედეგი დადგა, რომ გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. ამიტომ მოდით ახლა დავსერიოზულდეთ თქვენ პირველ რიგში და შემდეგზე ბატონო გიორგი მეგელოდებით, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელთან მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ მოსულს პოლიტიკაში, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში. დიდი მადლობა. მადლობთ. ლევან მაჯავანიანი. მოგესალმებით მეგობრებო. ბატონი გახარიას თანაბარდიელებს მინდა გამოვეხმაურო და თქვენ როდესაც პარლამენტში შემოგბრძანდით, მე და ბატონმა ირაკლი კირცხალიამ კონკრეტული პრეტენზიები წაგიყენეთ, რასაც რა თქმა უნდა ფაქტები და დასაბუთება ახლდა ამ ყველაფერს და თქვენ ბატონო გიორგი შარაშიძე დაპირდით საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი ტყუილი არისო, რაც მე და ბატონმა ირაკლიმ გაგიტარეთ, რა თქმა უნდა თქვენი დებიუტი იყო და ერთ კვირაშიო მეო საზოგადოების წინაშე ამ ყველაფერზე პასუხებს გავცემო და გავიდა 2 თვეზე მეტი და დღემდე არაფერზე პასუხი არ გაქვთ გაცემული. ანუ სამწუხაროდ სამარკო ნიშანი თქვენი პარტიის სრული სერიოზულობით გეუბნებით ყოველგვარი სარკაზმის გარეშე არის ტყუილი. ანუ საქართველოს რო აბრალებდით შავი ხვრელი არისო, არჩევნების გაყალბების ცირკში რომ მონაწილეობას იღებდით, LGBT ანტი-LGBT პროპაგანდა კანონის ხარდაჭერის გარო თავი შეიკავეთ, პირდაპირ წერილი მოვიტანე აქ სადაც თქვენი ხელმოწერა საქართველოს დასანქცირება სადაც ითხოვდით და კიდევ სხვა მრავალი ბრალდება იყო, ეხლა რაც გამახსენდა ის გაგიმეორეთ, ამ ყველაფერს პასუხებს გავცემთო. 2 თვეზე მეტი გავიდა და პასუხი ვერაფერზე ვერ გაეცით. ეხლა ბატონ გახარიასთან დაკავშირებით რეპლიკებს რო ისვრით, რომ იქ მაგრამ მოვიდაო და მაგრამ იდებატაო და ასე შემდეგ. ჯერ ესეთი საგამოძიებო კომისიაზე იყო და ამ საგამოძიებო კომისიას ჰქონდა უპრეცედენტო რეიტინგი, მარტო ბატონ გახარიასთან მიმართებაში კი არა, ყველა საქმე რაც განიხილებოდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები განიხილებოდა. ეხლა ბატონ გახარიას რაც შეეხება, წუთში 5ჯერ და 6ჯერო ჩვენებას სულიდა. ჩორჩანას თემასთან დაკავშირებით. იქ 10ჯერო აქ პირდაპირ ეთერში გამეორებული რომ რეზინის ტყუებზეო ბრძანება მე გავეციო. როგორ არ გწხვენიათ მაგ კომისიაზე ბინძურად პოლიციელებს რო შეაწმინდა ხელი.
ერთ-ერთზე რო რჩებით არ ეკითხებით, რომ 10 ჯერ გაქო გამეორებული, მე გავეციო ეს ბრძანებაო და პოლიციელებს ბინძურად ხელი რატო შეაწმინდა. მაგრამ პოლიციელების მიმართ თქვენი დამოკიდებულება ყველამ კარგად იცის. ნოემბრის აქციებს, მშვიდობიან აქციებს რო უწოდებს თქვენი პარტია, როგორ არ გწხვენიათ. ამას ხო ისწმენენ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, საათობით რო აგინებდნენ, პიროტექნიკას რო ესროდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს რო ესროდნენ და ბიჭები ხმას რო არცემდნენ, გაუნძრევლად, ვაშკაცურად რო იდგნენ და მერე რო აფრთხილებდნენ საათების მერე, რო დაიშალეთო და მხოლოდ მაშინ რო გადადიოდნენ მოქმედებაზე. ამას თქვენ უწოდებთ მშვიდობიან აქციებს? თქვენ გისმენენ პოლიციის ოჯახის წევრები. ვიღაცებს თვალებში რო ჩახედავთ, მერე ძალიან მაგრა შეგწყვებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდე ერთი ეთერი იყო ნაცებთანო კოალიციაზეო, ჩვენო აი წითელი ხაზი არისო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ეს განვაცხადეთო. ჯერ მოდი საზოგადოებას განუმარტეთ 2024 წელს გონება რამ გაგიბწყინათ, რომ ნაცებთან კოალიცია თურმე არ შეიძლებოდა. მაგრამ აქაც ატყუებთ საზოგადოებას, რატო ატყუებთ, იცი? თქვენ პოზიცია ხო დააფიქსირეთ, რომ არჩევნების შემდეგო ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გავაკეთებთ. შესაბამისად, ქართულ ოცნებას რო აიღო 59%. კოალიციას ვისთან აკეთებდით? ნაცებთან და ახლებთან აკეთებდით კოალიციას. ხო ეგრე არის, რამე ხო არ მეშლება. ეგეც ტყუილი არის. და თქვენ თუ გონიათ, რომ აქ ოპოზიციაში ხართ და ტყუილების უფლებას მოგცემთ, აბსოლუტურად არაფერს არ გაგიტარებთ. ეხლა გამჭვირვალობის კანონთან და გრანტების კანონთან დაკავშირებით ახშობთო სამოქალაქო საზოგადოებას. ერთი კითხვა მაქვს და სხვა დანარჩენ კითხვებთან დაკავშირებით მოლოდინი არ მაქვს რომ პასუხებს გაგცემთ, იმიტომ რომ არ არსებობს პასუხები. ამაზე იქნებ გვიპასუხოთ ბატონო გიორგი შარაშიძე. თქვენ აცხადებთ რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ყველა ის აქტორი, ვინც არ დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესში, ვინც 2022 წელს ავიდა სცენაზე და ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას. საზოგადოებას პასუხი გაეცით, ეგენი თქვენთვის პოლიტიკური აქტორები არიან თუ სამოქალაქო საზოგადოება. ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ბაბუცა პატარაია და ძმანი და დანი მათნი სამოქალაქო საზოგადოება და კეთილ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან თუ პოლიტიკური აქტორები არიან. და დებატებთან დაკავშირებით თქვენ შესაძლებლობა გქონდათ რომ ეს თქვენი პოზიციები დებატებზე დაგეცვათ და თქვენი არგუმენტები საზოგადოებისთვის გაგეცნოთ. კლასიკური ფორმატი არის ეს დებატების. თუ იქ არავინ არ გიშლიდა თქვენი აზრის გამოხატვას გუშინ თუ დააკვირდით როგორ მიმდინარეობდა დებატები, აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ყველას აქვს შესაძლებლობა რომ კითხვა დასვას და ყველას აქვს შესაძლებლობა რომ შეფასება გააკეთოს. რა ნაწილში არ გაწყობთ? თქვენ არ გინახავთ საზღვარგარეთ დებატები როგორ ტარდება? ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეთი ფორმატი დებატების არ გინდა. თქვენ არ იყავით ბატონო გიორგი შარაშიძე. რა ფორმატიც არ უნდა იყოსო, ჩვენთვის ყველაფერი მისაღები არისო. ვიდეო ჩავთო ეხლა? ჩავთო ეხლა ვიდეო რო ჩავთო ბოდიშს მოიხდით? თქვენი სიტყვებია. და კიდე რომ დაგიჩემებიათ რაღაცეები რომ დემოკრატიის უკუსლა ევროპული კურსიდან გადახვევა, მე წინაზეც გთხოვეთ და ისევ თხოვნით მოგართავთ, რომ იქნებ თარიღი დაგვისახელოთ, ჩვენ ძალიან მოგვეხმარება ეგ. თარიღი დაგვისახელოთ, რა თარიღიდან გადავუხვიეთ ევროპულ გზას და რა თარიღიდან დაიწყო დემოკრატიული უკუსლა საქართველოში. ძალიან გთხოვთ ეგ თარიღები დაგვისახელეთ. და გალბატონო თამარ ხვედელიანი თქვენ რაღაცები ახსენეთ იქ რეფორმასთან მიწების მისაკუთრება და ქონების მიტაცება არისო თქვენი მიზანიო. არ ვიცი დროში ხართ არეული, მე წინაზეც ეგ კომენტარი გავაკეთეთ და ზოგადად ქალბატონი ხართ, თან სიმპათიური ქალბატონი ხართ და ის ლექსიკა რა ლექსიკითაც საუბრობთ, ქალბატონს მართლა არ შეგეფერებათ. დიდი მადლობა. დებატები თუ გინდოდათ გუშინ მოსულიყავით. დაგვიანებულია. არით გადავით ახლა უკვე კანონპროექტების